ის რომ ევროკავშირი ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ანუ იმ ადამიანების, ვინც საკუთარ ევროპულ და დასავლურ მომავალს იცავდნენ რუსთაველის გამზირზე, ის რომ ევროკავშირი ითხოვს ოპოზიციონერი ლიდერების ციხიდან გამოშვებას, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ციხეში თვეობით, რომ მათ არ აღიარეს პარლამენტის ლეგიტიმაცია. ეს ყველაფერი არის ირაკლი კობახიძისთვის კრიმინალისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მხარდაჭერის წახალისება და აღიარება. ცოტა ხნის წინ უპასუხა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნას და რომელშიც არის საუბარი ასევე იმაზე, რომ სადავო კანონმდებლობის მიღება, რაც მიიღო რეპრესიული კანონები ქართულმა ოცნებამ, ეს აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მიუთითა ყველას, რომ ისინი ამ კანონების გაუქმებას არ აპირებენ. რაც შეეხება დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, ხო, რასაც ქვია, აქტები სახელმწიფოების წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით რაზეა საუბარი? საუბარია გამჭირვალობის შესახებ კანონზე. და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. რეალურად ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის თარგმნების საშუალება და ეს ხო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფრის დაერქვა თავისი სახელი, დაერქვა სახელი ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი. მე ამ ასე ვთქვათ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩიხშია შესული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დოკუმენტში, სადაც ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსლა და ბუნებრივია ოპოზიცია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და თუ დღეს ისევ საუბრობენ საქართველოს ევროკავშირში როგორც კანდიდატ ქვეყანაზე, რომელიც ჯერ მხოლოდ ფურცელზეა ახლა დარჩენილი როგორც კანდიდატი ქვეყანა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ახალი რეგულაციის საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც აუცილებლად ამუშავდება უკვე მომავალი წლიდან და აი ამ ანგარიშშივე არის ნახსენები უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელსაც ასევე ცალკე ანგარიში მიეძღვნება. საქართველო ბევრი კუთხით უკვე ჩამორჩება იმ რეკომენდაციებს, რაც მას უნდა შეესრულებინა და კიდევ უფრო დამძიმებული არის სიტუაცია. რაც გახდება იმის საფუძველი, რომ დადგება ევროკავშირის ახალი რეგულაციის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ამუშავების საკითხი, რომელიც ცხადია მხოლოდ შეეხება ქართულ ოცნების და რეპრესიული მანქანის წარმომადგენლებს, არა ქართულ ხალხს და არა მთლიანად საქართველოს, მაგრამ ეს პროცესი უკვე მომავალ წლიდან დაიწყება. ამ ანგარიშით მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი, რომელიც გამოხატულია. ასევე არის მკაფიოდ აღნიშნული, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და პროპაგანდას აწარმოებს ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობაზე აშკარად და მკაფიოდ რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვინ არის ძალა ქვეყანაში, რომელიც ამ უვიზო მიმოსვლის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. ეს არის ყველაზე კრიტიკული ანგარიში და უპრეცედენტო კანდიდატის სტატუსის მქონე მატარებელი ქვეყნისთვის და ეს უნდა იყოს გამოსახიზლებელი გზავნილი თითოეული ქართველისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია სტანდარტი და სიმართლეზე დაყრდნობით ადგენს ანგარიშებს, ემპირიული მეცნიერული მეთოდებით ყველას შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოს საქართველოში, განსაკუთრებით უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ის უმძიმესი უკუსლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის და კონსტიტუციური წყობისა და წესრიგის, რომლის მომსწრენიც ვართ საქართველოში ამ 1 წლის მანძილზე. ის რომ ჯერ კიდევ საქართველოსად ნაშრომს ინტერესს და გვაფასებენ, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს ადარდებს კანდიდატი ქვეყნებში, როგორ არის იმ ფასეულობების და იმ მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი.
ეს დასკვნა არის მომზადებული ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დანიის მიერ, რომელიც წარედგინა ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანას, აქედან 26 ქვეყანა დაეთანხმა 26 ქვეყნის დელეგაცია ამ დოკუმენტს საქართველოსთან მიმართებაში. ერთი კი წავიდა წინააღმდეგ, სავარაუდოდ ეს ერთი ქვეყანა არის ან უნგრეთი, ან სლოვაკეთი. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, 18-19 დეკემბერს არის ევროპული საბჭო, სადაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული და კიდევ ერთი დეტალი, ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიში უნდა გამოქვეყნებულიყო დღეს, ანუ როგორ ასრულებს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ამ ანგარიშის გამოქვეყნება პარასკევამდე გადაითო.